ანა, უნდა დავიწყოთ ამ აგვისტოს მიმოხილვით, ხომ? მძიმე აგვისტო იყო და დღეს არის ის თარიღი, როცა აი პოლიტიკურ პარტნიორებს უკვე უნდა მიუსაჯონ განაჩენები, უნდა გამოაცხადონ 8 პირის საქმეა, ჩეჩინის საქმეა კიდევ დღეს ამასთან ერთად მოვიდა უკვე უვიზო მიმოსვლის დაკარგვის თარიღიც ულკანის კომისიის დასკვნის გამოცხადების დრო. ნუ მოკლედ პოლიტიკურად ძალიან დატვირთული და მძიმე სექტემბერი გველოდება წინ აშკარად. შესაბამისად ამ საკითხებთან დაკავშირებით, აი ჩავრილ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც არ გვისაუბრია, მინდა რომ თქვენი პოლიტიკური შეფასება მოვისმინოთ, როგორ მიდის პოლიტიკური პროცესი დღეს საქართველოში. დილა მშვიდობის, მივესალმებით მაყურებელს. დღეს მძიმე დღე არის ემოციურად და ესე იქნება მომდევნო დღეებიც, იმიტომ რომ რეჟიმი აპირებს განაჩენი გამოუტანოს დღეს როგორც ჩამოთვალეთ სინდისის 8 პატიმარს, ასევე ანტონ ჩეჩინს და ეს კვირა დატვირთული იქნება განაჩენებით პრინციპში. პირველ რიგში მადლობა მინდა ამ ადამიანებს გადავუხადო რეალურად, იმიტომ ამ 9 თვის განმავლობაში ისინი რეჟიმის პირობებში ძალიან მძიმე პრესის მიუხედავად რეჟიმისგან არ გატყდნენ და დარჩნენ ამ პროტესტის და ამ ბრძოლის მორალურ სახეებად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად აი ეს ამ 9 თვის განმავლობაში, რაც პროტესტი მიმდინარეობს, ხომ? რეალურად თითოეული პოლიტპატიმარი იყო ამ ბრძოლის რეალური სახე. ადამიანები, რომლებიც და არიან ასეთი ადამიანები დღეს კიდევ ქვეყანაში, რომლებსაც სოციალური, ეკონომიკური, ხომ ძიმეყოფითი პრობლემების გამო არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია მიმდინარე პოლიტიკურ შრეებთან დაკავშირებით, შეიძლება აი თითოეული პოლიტპატიმარი მისი ღირსებით, მისი გულწრფელობით, მისი პატრიოტიზმით რეალურად იყო კარგი ინდიკატორი, რა უპირისპირდება დღეს ამ ქვეყანაში ერთმანეთს, ხომ რეალურად. ერთის მხრივ ეს არის კეთილსინდისიერება, სამშობლოს სიყვარული, ღირსება რეალურად და მეორე მხარეს დგას კორუფცია, არ ვიცი, დანაშაულებრივი რეჟიმი, უსამართლობა და ასე შემდეგ, ხო, რაც ასოცირდება დღეს ქართული ოცნების რუსულ რეჟიმთან ამ შემთხვევაში და დიდი მადლობა ამისთვის. უბრალოდ მე აქ ერთი უნდა ვთქვა რეალურად, რომ დღევანდელი განაჩენები არ იქნება განაჩენები მხოლოდ პოლიტპატიმრებისთვის რეალურად, ეს იქნება განაჩენი ქვეყნისათვის, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი გამოუტანს ამ ქვეყნის მომავალს რეალურად და თქვენ ახსენეთ 31 აგვისტოს ამოეწურა საქართველოს ევროკავშირის მიერ მიცემული ვადა, რომ შეესრულებინა გარკვეული პირობები, რომელიც ამ ქვეყანაში ადამიანებს და მოქალაქეებს დაუბრუნებდა ღირსეული, დემოკრატიული, სამართლიანი, ხო, მათ შორის ეკონომიკურად ღირსეული, ხო, კორუფციასთან ბრძოლა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ამ შემთხვევაში, ცხოვრების შესაძლებლობას და მინდა იცოდეს ქართული ოცნების თითოეულმა ამომრჩეველმაც, რომელიც შეიძლება პროპაგანდის მსხვერპლია, ან უბრალოდ მას ნეპოტისტური კავშირები და მერკანტილისტური ფინანსური ინტერესები აქვს, რომ დღეს ქართული ოცნება იყოს ხელისუფლებაში, ასეთ ადამიანებს მინდა უთხრა, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილი აი ამ ძალიან მართალ პატრიოტ ბიჭებს გადაწყვეტილებას რომ გამოუტანს საქართველოს რატო გამოუტანს? იმიტომ რომ ეს კიდევ ერთხელ იქნება რუსული რეჟიმის მიერ გადადგმული ნაბიჯი ამ ქვეყნის იზოლაციისკენ. ხომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იზოლაცია, რომელიც თითოეულ მოქალაქეს განურჩევლად მისი პარტიული კუთვნილებისა. ეს მინდა იცოდეს ყველა მოუტანს ძალიან მძიმე ყოფას. იმიტომ ბიძინა ივანიშვილი რასაც ცდილობს რეალურად, ხომ ეს არის რომ ქვეყანა და მოქალაქეები მოაქციოს იზოლაციაში და თვითონ იყოს კომუნიკაციაში. აი გუშინდელი ტრამპისადმი გაგზავნილი წერილიც მიხეილ ყაველაშვილის, ხო, ბიძინა ივანიშვილის ყაველაშვილის ხელით, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის თამამად შეიძლება ითქვას შეთვლა იყო ტრამპის ადმინისტრაციისადმი და ტრამპის ადმინისტრაცია რასაც ცდილობს, ხო, ეს არის რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებს დაუკარგოს წდომა შესაძლებლობებზე, მათ შორის ეკონომიკურზე, განათლების, ჯანდაცვის, სოციალურ, არ ვიცი, ტურისტულ ნებისმიერ რამეზე, მაგრამ თვითონ დარჩეს აი ამ გარე სამყაროსთან კონტაქტზე. აი 31 აგვისტოს ამოიწურა ვადა, რომელიც საქართველოს მისცა ევროკავშირმა და მოსახლეობას მინდა უბრალოდ შევახსენო, რას თხოვდა ევროკავშირი ეგრეთ წოდებულ საქართველოს მთავრობას ანტიქართულ რეჟიმს. ეს იყო რომ კორუფციასთან ბრძოლა, ეს იყო სამართლიანი სასამართლო, ეს იყო ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების დაცვა ამ ქვეყანაში, ხომ რეალურად. მაგრამ აქვე შევხედოთ, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი 13 წელია ზუსტად აი ამ საყრდენებზე დგას, ხო? მიტაცებულ სასამართლოზე, მიტაცებულ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ძლიერ კორუფციაზე, აი ამაზე დგას რეალურად. და ადამიანის უფლებების და თავისუფლების შეზღუდვაზე. და შესაბამისად რეჟიმს ეს პირობები რომ დაიკმაყოფილებინა, ეს ნიშნავდა ადამიანების უკეთეს გარემოში ცხოვრებას და ავტომატურად მათ წასვლას ხელისუფლებიდან აუცილებლად და რეჟიმის ჩამოშლას. შესაბამისად მოქალაქეები და ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებლები კარგად ათვისნობიერებენ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ამ ქვეყანაში არ უდრის ევროპულ თავისუფალ ღირსეულ, ხომ რეალურად განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრებას და 13 სექტემბრის
აქცია მანიფესტაცია დამსვლელობა, რომელიც 8 პარტიის ერთობით დაიგეგმა, 8 პროდასავლური პარტიის ერთობით და ეს ის პარტიები არიან, რომლებიც ამ თვეების განმავლობაში და მალე 1 წელი შესრულდება რეალურად ოქტომბერში, თანმიმდევრულად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს თანმიმდევრულობა ძვირფასი გვიჩნდება მათ შორის ფინანსურ რესურსებზე უარის თქმა, საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა, ბრძოლა ჩვენი წევრები ციხეში, ლიდერები ციხეში, ხო, ჩვენ კოალიციას, რომელიც კოალიცია ცვლილებისთვის და პარტია ახალს ხომ, რომელიც იყო ერთ-ერთი პირველი ამ არ თანამშრომლობის გზაზე და ეს გამოვხატეთ მათ შორის მაგალითად მანდატების დათმობით, დაფინანსებაზე უარის თქმით და სხვა მრავალი გადაწყვეტილებით და ფასი გადავიხადეთ ამასთვის პოლიტიკური ძალიან დიდი. აი ამ 8 პარტიის რეალურად პროდასავლური პარტიის, ვისაც სჯერა რომ არ თანამშრომლობა რეჟიმთან არის ამ შემთხვევაში ერთადერთი ყველაზე სწორი გზა რეჟიმის ჩამოშლის, იმიტომ რომ საგარეო ფაქტორები, როდესაც დააწვება რეჟიმს, აუცილებლად აქ უნდა დახვდეს ღირსეული, თანმიმდევრული, პრინციპული პროდასავლური პარტიები, რომლებიც იქნებიან შემცვლელები რეჟიმის აუცილებლად და აი ამ 8 პროდასავლურმა პარტიამ 13 სექტემბერს უკაცრავად დაანონსა აქცია, რომლის ერთადერთი ლოზუნგი შეიძლება ითქვას, იმ პოლიტიკურ მოთხოვნებთან ერთად, რომელიც არის პოლიტიკური პატიმრობის გათავისუფლება, ახალი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ პირობებში, არის ის მესიჯი, რომ იმ მიღწევას, რომელსაც ქვია ამ ქვეყანაში ევროსაბჭოს წევრობა, ხო, ჩვენ 34 წელს წინ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა. 29 წელს წინ გამოვაცხადეთ ევროკავშირთან სტრატეგიული თანამშრომლობა. ამ პერიოდის განმავლობაში მივიღეთ უვიზო მიმოსვლა, ბარიერების გარეშე ვაჭრობა, ხო, რეალურად ასოცირების შეთანხმება, დავიწყეთ მოლაპარაკება, რომ გამხდარიყავით წევრები, რაც ქართული ოცნების რეჟიმა და რუსულმა რეჟიმა გააჩერა, წაართვა ეს ხალხს. უნდა უთხრეს, რომ უბრალოდ არ ვაპირებთ და აი ეს ხილვადობა, ეხლა რეჟიმს გონია რეალურად, რომ ნიჰილიზმის პერიოდი არის ჩამოწოლილი ამ ოპოზიციურ და საპროტესტო განწყობებში, განსაკუთრებით გახარია ლელოს გადაწყვეტილების ფონზე, მაგრამ უნდა უთხრათ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამ ქვეყნის ძალიან დიდი მიღწევის, რომელიც არის ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობა, გამოხატული უვიზო მიმოსვლით, აი ამის დათმობას. თუმცა ანა ნიჰილიზმი არის, შეიმჩნევა ხო საზოგადოებაში, ხო? და ხა ასეთ დაკიდებული თარიღები აქციები ჩვენ ნახეთ ბოლო თვეების განმავლობაში და უნდა ვაღიარო, რომ აი შემდგომი დღეები რაღაც უფრო რთულიც კი იყო ხოლმე ასეთი აქციების შემდგომ. რაღაც სხვა ხედვა გააქვთ აი ამ აქციასთან დაკავშირებით, მათ შორის ასუნა ელოდონ მოქალაქეები ასეთი აქციებისგან ასევე რამდენად კარგად მიგაქვთ თქვენი გზავნილი ამ მრჩევლამდე. გულისხმობ გზავნილს ამ არათანამშრომლობის შესახებ. რამდენად ეფექტურები ხართ თქვენი აზრით ამაში? მესმის რომ მოლოდინი, როდესაც ამდენი წელს განმავლობაში ეს ხო არ არის, რომ ჩვენ აქ უბრალოდ თქვათ პირობითად სამასივ დღეა ეს ოპოზიციურად განწყობილი და ოპოზიციაც აღარ ეთქმის ამ ქვეყნის გულშემატკივრები მიდიან რეჟიმის წინააღმდეგ, ეს 300 დღეზე მეტია. წლები მიმდინარეობს ეს პროცესი რეალურად, ჩვენ ამას ვხედავთ, იმიტომ რეჟიმმა უბრალოდ ბოლო პერიოდში მოიქნია ძალიან ხისტად კუდი, თორემ 13 წელს განმავლობაში იგი ავლენდა თავის თვისობრივ მახასიათებლებს და შესაბამისად ადამიანებს გვეჩქარება, მათ შორის გვეჩქარება პოლიტიკურ პარტიებსაც, ხომ? იმიტომ რომ თუ ვინმე იყო აი ამ რეჟიმის არ ვიცი პრესინგის და დაწოვლის და რეპრესიების ქვეშ, მათ შორის იყვნენ პოლიტიკური პარტიები, ეს ყველამ კარგად იცის, მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ, რომ ესეთ რეჟიმებთან ბრძოლა მაშინ როდესაც მიტაცებული აქვს აბსოლუტურად ყველაფერი, ხომ? ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ყველა ფინანსური რესურსი ამ შემთხვევაში, ეს არ არის ერთი მასთან ბრძოლა ერთი დღის ამბავი არ არის რეალურად რა. როგორც ონკოლოგიურ დაავადებას ალბათ ერთ დღეში ვერ კურნავენ, რეალურად ეს არის ხანგრძლივი პროცესი, აი ამ ხანგრძლივი პროცესში ვართ ჩვენ. უბრალოდ აი კიდევ მინდა რა მაძლევს იმის იმედს და რწმენას რეალურად, რომ ეს არ თანამშრომლობა პრინციპულობით და თანმიმდევრობით არის სწორი სტრატეგია. აი გუშინდელი წერილი ისე ყაველაშვილის მიერ გამოქვეყნებული ტრამპისადმი. რა არის ამ წერილში ნათქვამი? მათ ძალიან უნდათ აღიარება და ისინი რაიმე ფორმით იხვეწებიან, რეჟიმი რაღაცა ფორმით იხვეწება ამ აღიარებას. ეს არ აღიარება ამ ქვეყანაში რა მოიტანა რეალურად. ეს არ აღიარება მოიტანა იმან, რომ საპარლამენტო მანდატები დავთმეთ, ყოველ შემთხვევაში სამმა პარტიამ აი გახარია დღეს ჭოჭმანობს 26 ნოემბერს იძახდა რომ ის არაპირებდა ლეგიტიმაციის მიცემას პარლამენტისათვის, მაგრამ თავისი არაპრინციპული ხასიათი გამოავლინა და დღეს ფიქრობს შევიდეს თუ არა პარლამენტში თავისი გუნდით სამწუხაროდ და აი ნიჰილიზმს თუ რამე აჩენს ირაკლი ზუსტად აი ესეთი გადაწყვეტილებები არის რეალურად არათანმიმდევრული და არაპრინციპული ამ შემთხვევაში და მე ძალიან მწუხარო ესეთი აქტორები აღმოჩნდნენ დღეს
ველზე და შესაბამისად აი გუშინდელი წერილიც ამის დასტური იყო რეალურად რომ რაც გუმართებს ერთადერთი არის მოთმინება იმიტომ რომ ქართული ოცნების რუსულ ხელისუფლებას არ აღიარებს აბსოლუტურად არავინ პარტნიორებზე გვაქვს საუბარი და შესაბამისად ხვეწნის და მუდარის პროცესში არიან გადასულები იმას წერენ წერილში რომ თუ ავტორიტარული მაგალითად რეჟიმები აღიარე და ხელი ჩამოართვი რუსეთის სახით მე რატო არა ხო ამაზე აქვს ამბიცია მე რატო მე სადო არ მაშინ ამ დროს და შესაბამისად უყურებთ უნდა გვესმოდეს რომ ეს მოიტანა აი ეს მოიტანა რეალურად იმ პროტესტმა რომელიც ქუჩაში მიმდინარეობს უკვე 300 დღეა თითქმის მალე გახდება აუცილებლად და პროდესავლური პარტიების აი ამ პოზიციამ და თანმიმდევრულმა ართანამშრომლობის კამპანიამ ამ შემთხვევაში ხანგრძლივი იქნება ნებისყოფის გამოცდა არის აუცილებლად და მოიგებს ამ პროცესში ის ვინც თავის არჩეულ გზაზე იქნება ძალიან ერთგული ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რასაც არაკეთებს ლელო და გახარია სამწუხაროდ. ბოლო კითხვა უნდა გისვათ, როგორ მიდის თქვენი შიდა კოალიციური ცხოვრება და პარტიული ცხოვრება. ხო, ამ შემთხვევაში ამდენად გამოიყენეთ ეს დრო იმისათვის, რომ რაღაც პარტიული ინფრასტრუქტურასთან ქონოდათ შეხება, ან როგორი არის ეს მდგომარეობა ახლა თქვენი გუნდის შიგნით? კი, ჩვენ ვახსენე კიდევაც, რომ ჩვენმა კოალიციამ იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ართანამშრომლობის რეჟიმში შევიდა, პირველებმა გავაკეთეთ განცხადება მანდატების დათმობასთან დაკავშირებით, ფინანსების არაღებასთან დაკავშირებით და იცით, რომ ეს პარტიისთვის ჩვენი კოალიციის სამივე ლიდერი ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე დღეს რეჟიმის პატიმრები არიან და საკმაოდ მძიმე არის პარტიული ცხოვრებისთვის ეს. ვერ ვიტყვი, რომ მარტივია და გულწრფელი უნდა ვიყო რეალურად, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისითაც პარტიას რაღაც სიცოცხლის უნარიანობისთვის გარკვეული ფინანსური რესურსები სჭირდება, მაგრამ ჩვენ ამის მიუხედავად თითოეული წევრი ამ პარტიის დღემდე და მე ძალიან მადლობელი ვარ და პრინციპში ამაყი ვარ იმით, რომ არც ერთი წევრი დღემდე მიუხედავად ძალიან ბევრი მცდელობისა, მათ შორის სხვა ოპოზიციური პარტიებიდან ეს არის ლელო და გახარია, რომელსაც მცდელობა აქვს, რომ დღეს ოპოზიციური სხვა პროდესავლური პარტიების წევრები გადაიბირონ მათ მხარეს ინდივიდუალურად. და არჩევნებში რაიმე ფორმით ჩართონ, ყველა არის ამ არჩეული გზის ერთგული. ჩვენ საზოგადოება მალე იხილავს, კოალიციურ ფორმატში გვექნება ძალიან დიდი შეკრება. უახლოეს დღეებში თბილისში რეალურად საკმაოდ დიდი. ეს იქნება კიდევ ერთხელ ხილვადობის გაზრდა, რომ ჩვენი კოალიცია ადგილზეა, ისევ ბრძოლის უნარიანი არის ამ შემთხვევაში და განსხვავებით ლელოს და გახარიის პარტიისაგან, რომლებმაც გამოიჩინეს ძალიან სამარცხვინო, არა თანმიმდევრული, არა პრინციპული პოზიცია და გააჩინეს მათ დაუნებურად მათი ეგოცენტრული პარტიული გადაწყვეტილების გამო და ერთადერთი რაც აღმოჩნდა მათი ინტერესის სფერო ამ შემთხვევაში მათი პარტიების გადარჩენა და ფინანსური გაძლიერება არის ერთადერთი და არჩევნებში, ეგრეთ წოდებულ არჩევნებში იღებენ მონაწილეობას იმ არჩევნებში, რომელსაც სხვათა შორის გუშინ გახარიამ თვითონ გაუსვა ხაზი, ხო, манипуляციური არჩევნები უწოდა. манипуляციურ არჩევნებში შედიან, რა არის манипуляციური არჩევნები? გაყალბებული არჩევნებია. გაყალბებულ არჩევნებში ოპოზიციური პარტია რო შედის. იმის ოპოზიციონერობა ხო დამთავრებული არის ზოგადად და იქიდან აკრიტიკებდა გერმანიაში გახიზნული და ჩაბარებული აკრიტიკებდა აქ დარჩენილ ტყვეობაში, ბიძინა ივანიშვილის ტყვეობაში და საპატიმროში და დილეგში მყოფ პროდესავლური პარტიების ლიდერებს და წევრებს, ხო? რითი მოძლიერდებოდნენო და რა გააკეთესო რეალურად, ხო? იქიდან დევნილობაში მყოფი რეალურად. და რეალურად, როდესაც გაძლიერებაზე ვსაუბრობ და აქ შევაჯამებ, ხო, კოალიციაზე რახან იყო საუბარი და პროდესავლური პარტიების გაძლიერებაზე, გაძლიერება პოლიტიკური აქტორის არის ის, რამდენად აქვს ნდობა მას და მხარდაჭერა, ეს არის სიძლიერის მაჩვენებელი რეალურად და არა ის ბანკის ანგარიშზე რამდენი უდევს კონკრეტულ პარტიას. რისთვისაც იბრძვის დღეს გახარია, ხო, იგივე პარლამენტში შესulis და ფინანსების აღების ცდილობით, გაძლიერებას ამ შემთხვევაში პოლიტიკური აქტორებისას აჩვენებს ნდობა და მხარდაჭერა რომელიც თამამად შემიძლია თქვა, რომ ყოველდღიურად იზრდება არა მხოლოდ ჩვენი კოალიციის მიმართ, არამედ იმ 8 პროდესავლური პარტიის მიმართ, რომლებიც დარჩნენ ართანამშრომლობის რეჟიმში. მადლობა ძალიან დიდი ანა გოგოლაძე იყო ჩვენთან ერთად კოალიციას ცვლილებების წარმომადგენელი.